Mr. Potter. Lucius Malfoy. Baro, biჭები. მოგესალმებით, ეს არის 100% ორიგინალური შოუ კინოშესწავლები. დღეს შევისაუბროთ ფილმზე ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება, სერ ნიკოლას. მადლობ. ყოველთვის მე რატომ ემართება? შენ არავინ გეკითხება? ბინძურ სისხლიანო. შენი მშობლების სხვის საქმეში ყოველთვის სხვის ყოფდნენ. პოტერ ჩემი სიტყვები დაიმახსოვრე. შენ სწორედ ასეთი სიკვდილი გელის. ვოლდემორი, ჩემი წარსული, აწმყო და მომავალია. სლიზერინის მემკვიდრე შენ ხარ? ვოლდემორი ხარ? ჩემთვის ახალი სახელი მოვიგონე. სახელი, რომლის წარმოთქმაც კი ოდესმე ყველას შეეშინდება და ქვეყანაზე ყველაზე დიდი ჯადოქარი გავხდები. ქვეყანაზე ყველაზე დიდი ჯადოქარი ალბუს დამბლდორია. დამბლდორის სასახლიდან გააწევეს, მისგან მოგონება გადარჩა. ის არასდროს წავა ჰოგვორტსიდან, ყოველ შემთხვევაში მანამდე, ვიდრე მისი ერთგულები აქ არიან. Hedwig ვერ გამოგიშვებ. სკოლის გარეთ მაგიის გამოყენების უფლება არ მაქვს. კაი, მაგიას ვერ ხმარო, მაგრამ გასაღების გადატრიალებას ჯადოქრობა სჭირდება. დავიჯერ დესლებმა ასე დააშტერეს ეს ბიჭი. ვაიმე. დობი დავიშვი. დესლებმა დობის თავის რახაროში გაიგეს და ჰარის გაუტრაგეს კიდეც ამას. რა ხმაური ატეხე. კიდევ ერთი ხმაური და ინანებ რომ ამ ქვეყანაზე საერთოდ გაჩნდი. მაგრამ ამათი კიბაზე ჩასრიალება, დერეფანში ერთ ამბობს დატრიალება ვერა. არა, ვერაფრით ვერ დამაჯერებენ, 10 კვარტლის იგივე ყოფი მანქანის ძრავის ხომ ჰარი გააღწია. დავიჯერო private drive-ზე მანქანები საერთოდ არ ყვებიან? თქვენი ფანტაზიური თეთრები უნდა ფილმშიდობისა მამა. მამა მაგიის სამინისტროში მუშაობს. მაგიური ნივთების არასწორი გამოყენების განყოფილებაში. თქვენ ვინ ბრძანდებით? მოც სერიოზულად იკითხე ხა ეს? მაგიის სამინისტროში თანამდებობის პირი ხარ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანი ცხვირწინგის და მის სურათი მაინც არ გაქვს ნახი? თან შელიშვილი ხო ხარ ის ერთმა კაცება, ცოტა მიაქციე ბაღსა ყურადღება. ესეთ მშობელს მტერსაც კი არ უსურვებდი. რა? ხუინა. წერილებია ჰოგვორტსიდან. დედა წელს ალბათ გაგვიჭირდება. ციგნები გაძვირებულა. კაით რა ბიჭო, ჯადოსნურ სამყაროში მაინც არ ცხოვრობთ, სადაც ჭურჭელიც კი თავის თავს რეცხავს. წიგნის უფასო დოკუპირების შეუწყოს ვერ მიაგენით? ეს დასაშვები ფანტასტიკაში ბატონო. ჰერმიონი ჰარის გატეხილ სათვალებსაც კი ერთის ტვით უკეთებს და ტიპებს ტრანსფორმაციით სხეულისთვის სულის ჩასახვაც კი შეუძლიათ. მიზლებმა კი ერთი შეუცვლოდ ვერ გამოსგეს. რატომ შენ მოგიწევ და ზოგადად რა შობატოშა? მრუდ ქუჩა. რა თქვა? მრუდ ქუჩა. ჰარი არასორი მისამართი წავიდა, იმისაც რომ თქვენც იგივე გააკეთოთ, რომ ბიჭი არ დაიკარგოს, თავი გადააგდო. ჰარი პოტერი ჰაგრიდს რომ არებოა, ალბათ მის ორგანოებს შავ ბაზარსაც ვიხილავდით. რე ჯორჯ პერსი პირველები ხართ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჰარი პოტერის სამყაროში მაგიის არსებობა ყველა მაგლის ბრძანვარო ჯადოქრისთვის გასაიდუმლოებულია და ვინც ამ წესს არ ყოფს, სამუდამო სროგზე დემენტორებთან აგზავნიან. თუმცა ჰოგვორტსის უფროსობამ წესი იმისთვისა, რომ დაირღვესო და მაგლების ადგილზე ჯადოსნური კედელი ჩადგა. და სცენარისტი სულ რომ შუაზე გაიხეს, ვერ დამაჯერებს, რომ ერთმა მაგლმა მაინც არ გადაუღო ფოტო ბავშვებს, რომელებსაც კედელი ყლაპავდა. ჰეი, რას აკეთებთ? გვაპატიეთ. ბიჭები ხეზე შეჭდნენ, ისე რომ მანქანას ერთი პატარა ნაკაწრიც კი არ აქვს და მაგიური მანქანა როა ეგ არაფერს შუაში არ აგალებდა. გზაში ამ ჯარს უჩინრობაც გააძურა და ესავარაც მანქანის დაზიანების გამო მოხდა. მაგრამ როცა ხე მუშტიკირებს იწყებს, ჰოპ და მანქანაც ილეწება.
კლინჩი ფანჯრიდან გამოდის. ფანჯრები კი ღია. კადრი იცვლება და ხეც გაქრება ფანჯრების დაიკეტა. შიხო მარა ვიძიგო თქვენ გელა სცენარისტებთან გადაირბინეთ და წიხლხვეშ გაიფინე. გელა? აუ ესო ხერი საჯანდობაშია. რომეო, წადი გელა მიპოვე ყურები აუწე და მე ჰარი პოტერის სცენარისტები ერთად გადყიბეთ თუ შეიძლება. როგორც თქვენი თქვით უფხოსო. რომ ეს ხომ შენი ბო არის? ამ კაცს ქონია ძმაო საოცარი მხედველობა. დარბაზის ბოლოდან მეორე ბოლოში პატარა არსებას რო გაარჩევ და ამ არსებაში შენი კლასელის ბუს რო ამოიცნობ, შენ ყოფილ ხარ კაცი, პიროვნება. ჰარი წერილობს 4 საათია ხელსაწერს. გარეთ შუაღამეა. დრო როდესაც ჰოგვორტსის წესებით ტასაობა აკრძალულია. ჰარიც რა თქმა უნდა კაბინეტიდან გამოსული იმ წამში თავის საძმოს შეხვდება და შემდეგ მთელი სკოლა ვისაც არ დაესწრება თავს აქ მოიყრის. ანაირად შევაჩერებ. არა, ეს ნორმალური ჯოხითაც კი საფათოა. შეიძლება ჰარის მოხდე. ყველაზე უსაფრთხო სკოლაში თუ მოსწავლის ინვენტარის საფრთხეს აყენებს სხვების ჯანმრთელობას, ეს ნივთი უნდა ჩამოერთვას. თუმცა რონს გადახილი ჯოხი ხალხ მრავალ ადგილას ისე უჭირავს, რომ ბავშვების ჰაერის შეწევის საფრთხე სულ ცალფეხზე კიდია. გელა, შენი ტექსტის დროა. სერ, გერა მე ვიპოვე და მე გეტყვით. ესე იგი, საქართველოს სკოლებშიც კი ფრაგმაგრატელზე დირექცია გაგიტყაკებს და გაგაფრთხილებს და შევა ოქმით კი გამოგიწეროს. აქ კი ბევრად უფრო სახიფათო იარაღი მოსწავლეს ყოველგვარი უყურეაქციის გარშემო უჭირავს. ცუდი რატომ არის? გველს მხოლოდ ვუბძანე თავს არ დასკნოდა. ხო, ჰარი, რა თქმა უნდა, დარბაზში არავინ არ იყო ისეთი, ვინც ჯასტის გადაარჩენდა. არავინ. გარდა ორი პროფესორისა და უამრავი უფროს კურსარისა, რომლებსაც შეუძლეთ გვერის შუაზე ჯოხით გახიონ. დრო მხოლოდ 1 საათი გვექნება, მერე ისევ ჩვენი სახეები დაგვიბრუნდება. ჩვენი ტილი დაგვედოს კაცური საქმეთა გაუმართლე ეს მათი უნდა ძალიან ძლიერი სასმელი, რომელსაც თვეები მუშაობდნენ ნებისმიერ დოზით შეგიძლია მიიღო და არც გაზომოა, არც აწონვა და არც სპეციალური ჭურჭელი დასჭირდება. ძირითადად ეგრეა ხომ გაიგონე ჰაგრიდმა რა თქვა? ობობებს უნდა გავყვეთ. პირდაპირ ბნელ ტყეში? ჩვენი საკარელი გოლიათი ბიჭებს ტყეში უშვებს, რომელშიც იცის, რომ 1000 დეფააფეთქებული არსება ცხოვრობს და რისთვის. ჰაჭიდმა ისე დღეში იმისთვის გაგზავნა ხომ? რომელსაც გიგანტურობას მისი სახელი გაიწმინდა. მაგრამ რომეო, ერთი მითხარი რომელი მოსამართლე მოусმენდა ამ ობობას ისე რომ თავპირის მტროვით სასამართლო დარბაზიდან არ გაგაზავდა. რა თქმა უნდა, არც ერთი უფხოსო. ხო და მაშინ ჩემო რომეო, ჰაგრიდმა ეს ბიჭები სასიკვდილოდ დაიმეტა. ჰერმიონ, რა ცუდია ჩვენთან რომ არ ხარ. ძალიან გჭირდები. ადრინდელზე უფრო მეტად. რა არის? რომ აი ჰერმიონი ბიბლიოთეკაში რისთვის მიდიოდა, როცა თავს დაესხნენ. ჩქარა. აუ, კაი, ბიჭო, ერთმა ექიმმა ამ პროფესორმა როგორ ვერ დაინახა, რომ ხელში ჰერმიონს ასე ამხელა ფურცელი ედო. უიკიდან რომ გამოვჭა. გარკვეულწ წერია, რომ ბასილისკოს ქათმის ყივილიც კი მოკლავს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჰარი პოტერმა ეს პარაგრაფი გამოტოვა. ჩვენი შიში გამართლდა. ურჩხულმა ერთ-ერთი მოსწავლე საიდუმლო ოთახში შეათრია. მინერვა მონსტრმა ვინ წაიყვანა? ჯინი უიზლი. აი საიდან იცის რომ ჯინი უიზლი წაყვანილი 5 წუთი ნახევარში მთელი გრიფინდორი შეაბოწმა? და თუ ეს ესეა ჰარის და როს რატო არავინ არ ეძებს? ისინიც არ არიან იმ ოთახში. დანარჩენი მოსწავლეები შენ უნდა გავუშვათ. სამწუხაროდ ეს ჰოგვორტსის დასასრულია. ხო, რა თქმა უნდა, ჯადოქრების სკოლა, რომელზეც მთელი სოციუმია დამოკიდებული, ერთი მხეცის გამო დაიხურება. ხოდა მშვენიერია. დაგტოვებთ, რათა ურჩხულს მშვიდად გაუმკლავდეთ გილდროი. თქვენს ნიჭსა და უნარებზე ხომ ლეგენდები დადის. კარგი. აჯობებს ჩემს კაბინეტში წავალ და მომემზადები. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს და სირია, ის მხოლოდ მასწავლებელია. რატო ავალდებულებს, რომ სიცოცხლე გაწიროს, როცა მაგიის სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტები არსებობს მსგავსი შემთხვევებისთვის? ან გადარეკეთ, ან ბუ გააგზავნეთ, ან რაღაცა იმოქმედეთ და ეგაა. მოიცა, ამ მაგიურმა ფენიქსმა ჩახერგილი გზა და გველების ენით ჩარაზული კარი როგორ გაიარა? უფხოსო, ფენიქსებს ტელეპორტირება შეუძლიათ, უნდა გავიწყდებათ.
კი რომეო მართალ ხარ, მათ შეუვლეთ, მაგრამ ჩიტი აშკარად ჩამოფრინდა და არა დატელეპორტირდა. სულ გამოხლებდნენ. საშიში არაფერია ჯინი. უნდა წახვიდე. სულ პირდაპირი არა და რონს ნახავ. ხო, ჯინი, რონთან მიდი, რომელიც ჩახერგილს მიიღმა და შემდგომ ინსტრუქციებს აელოდეთ. შეხარ დებილით ხო? დებილით ხარ და მეტიც ხარ. სადის შენი? დებილო მართლა. პატრონმა დობის წინ დააჩუქა? რა? მე არ დობის პატრონმა ტანსაცმელი აჩუქა. დობი თავისუფალია. მაგიურ ელფურ წესდებაში ვკითხულობთ, რომ ელფი გათავისუფლდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა მისი პატრონი ტანსაცმელს აჩუქებს. მალფოიმ დობის წიგნი გადაუგდო და წინ და უბრალოდ მასში იყო მოხვედრილი. ესე იგი, დობი კვლავ მალფოის მონა და მალფოის მისთვის არასდროს არაფერი არ უჩუქებია. და თუ ეს საჩუქრად ითვლება, მაშინ ტანსაცმლის გარეცხვისასაც მალფოიმ უნდა დაუკონკრეტოს ყოველ ჯერზე, რომ დობი ეს გასარეცხია, შენ არ გჩუქნი. დობიმ ჰარი იხსნა, მაგრამ დაუჯერო მალფოი იმდენად ყლია, რომ დიდ ჰარი პოტერზე მიუტევებელი წყევლით თავდასხმას დამბლდორის კამეც გარეთ გიგმავს. თან არ დავივიწყოთ, რომ მალფოი სამინისტროს თანამდებობის პირია და ძალიან კარგად იცის თუ რა შედეგი მოყვება მსგავსი წყევლის ადამიანზე გამოყენებას. ყველა გამოცდა გაუქმებულია. მე შემდეგ ვირამე ისწავლე სამ სკოლაში ჩემო ალბოს. აბა მეგობარო, მოგეწონა ვიდეო? საშინელება იყო. მაგარია. თუ ისე მაშინ დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, დატოვე კომენტარი და გაუზიარე შენ მეგობრებს. შემოიდი დისკორდზე და ჩვენ სხვა სოციალურ ქსელებში. ერთმანეთს შენ ვიდეოში შევხვდებით. Peace.